მოგესალმებით. დღეს უნდა მოვამზადოთ უგემრიელესი კერძი, ეს იქნება ქათმის ყალია, რომლისთვისაც ჩვენ გამოვიყენებთ ბიუბიუს ნედლ ქათამს. ახლა პირველ რიგში დავიწყებთ ქათმის დამუშავებით, შემდეგ კი ეტაპობრივად მოგიყვებით პროცესს. დავიწყოთ. ჩვენ პირველ რიგში ქათამი გავასუფთავეთ ფრთებისგან, ახლა უნდა დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად და ქათამს გავაცალოთ კანი, რათა მარტივად დავბრაწოთ. ქათამი დავჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად, ახლა გაცხელებულ ტაფას უნდა მოვასხათ ზეთი და დაუბრაწოთ ჩვენი ქათმის ნაჭრები. ქათამი როგორც კი დაიბრაწება, უნდა ამოვაბრუნოთ და შემდეგ დავაყაროთ ხახვი, რომელსაც ახლა მე გავარჩევ და დავჭრი ალყა-ალყა. მანამ სანამ ხახვი იშუშება კარაქთან ერთად, უნდა მოვამზადოთ ნიორი, დავკეპოთ და დავუმატოთ ქათმის ხორცს. ახლა ერთად ვისწავლოთ, როგორ დავამზადოთ ბროწეულის წვენი საწურის გარეშე. პირველ რიგში ასე უნდა გადავატაროთ ზედაპირზე და კარგად დავჭყლიტოთ. როგორც კი კარგად დავამუშავებთ და ხელში ვიგრძნობთ ცირბილეს, ბროწეულს უნდა გავუკეთოთ ესეთი ნაჩხვლეტი. და პირდაპირ გადაგვაქვს ჭიქაში და ვწურავთ წვენს. როგორც ვიცი, ერთი ბროწეულისგან უნდა გამომივიდეს 100 მლ წვენი, მაგრამ ნახოთ რა გამოვა. ხახვთან ერთად ქათამი ჩაიშუშა. ქათმის ნაჭრებს უნდა დავასხათ დაახლოებით 300 მლ ნატურალური ბროწეულის წვენი, რომელიც ჩვენი ხელით გამოვწურეთ. უბრალოდ ნახეთ რა ფერი აქვს და დავამატოთ სანელებლები. პირველ რიგში ვამატებთ დაღერღილ წიწაკას, შებოლილ პაპრიკას, ხმელქინს გემოვნებით, რა თქმა უნდა, და დავამატოთ შემწვარი ქათმის საკმაზი ცოტა პიკანტურობისთვის. კარგად გადავურიოთ და დავაფაროთ თავზე და ვთუშოთ დაახლოებით 15-20 წუთი თავდახურულ მდგომარეობაში. დროა მოვამზადოთ ჩვენი კერძი სერვირებისთვის და სერვირებისთვის მე გამოვიყენებ ბროწეულის მარცვლებს და ნედლ ქიდს. მზად არის ჩვენი კერძი სერვირებისთვის და ახლა დროა საქმეს შევუდგეთ. გადმოვიტანოთ კეცზე, მოვაყაროთ ბროწეული და რა თქმა უნდა ცოცხალი ქინძი მეტი არომატისთვის. ჩვენი უგემრიელესი კერძიც მზად არის, მოვამზადეთ ქათმის ყალია ბიუბიუს ნედლი ქათმით და დროა დაგემოვნების.